გუგა დავიწყოთ საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხით. ეროვნული ბანკი წერილობით ეხმაურება ამ სკანდალური ინფორმაციას, როგორც ბანკის გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ვკითხულობთ, მათ მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ სანქცირებული პირის მხრიდან ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ამავდროულად ეროვნული ბანკი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისინი სწავლობენ ამ საკითხს და ასევე მკაცრად აკონტროლებენ საბანკო სისტემას, რომელიც ვალდებულია შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებების სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სქემას, როგორც რუსი ბლოგერი ავრცელებს ინფორმაციას, სწორედ სანქცირებულმა რუსულმა ბანკმა დაამატა შესაძლებლობა, რომ სანქცირებული ბანკიდან რუსეთიდან გადმოირიცხოს საქართველოში საბანკო ანგარიშებზე თანხები და ის აცხადებს, რომ ეს უკვე დადასტურებული ინფორმაცია და შესაბამისად ამის შესაბამისი მტკიცებულებების შესახებაც ის დამატებით ფოტო მასალას ავრცელებს. ჩვენ ვცდილობდით დაკავშირებას საბანკო ასოციაციის წარმომადგენელთან, თუმცა ის ჯერჯერობით ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა უკვე ცნობილია ის სქემა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ახორციელებდეს რუსეთის უმსხვილესი სანქცირებული ბანკის საქართველოში თანხის გადმორიცხვას. ამ შემთხვევაში შესაძლოა ის მიმართავდეს არასანქცირებულ შუამავალს, რომელიც შემდგომ უკვე გადმორიცხავს მისი მეშვეობით თანხებს საქართველოში საბანკო ანგარიშებზე. ეს ბუნებრივია დააზიანებს როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკს, ასევე ქართულ საბანკო სისტემას. ამაზე საუბრობს უკვე ოპოზიცია, ჯერჯერობით ქართული ოცნებიდან ამ სკანდალურ ინფორმაციას არავინ გამოხმაურებია. სწორედ ამ ტიპის საკითხები, რომ არ დამდგარიყო დღის წესრიგში და ვერ დამდგარიყო დღის წესრიგში, ამას ემსახურებოდა ჩვენს მიერ მომზადებული საქართველოს დაცვის აქტი. რუსული ფულის ტრიალი საქართველოში, რომელიც არ კონტროლდება ამასთანავე, ხო? ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მათ შორის უსაფრთხოებისთვის და ამიტომ საქართველოს დაცვის აქტმა ეს სცენარებიც გაითვალისწინა და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ამ კანონპროექტის კანონად ქცევა, მაგრამ ქართული ოცნების რეაქცია ყველას ახსოვს. მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ის გარემოება, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმოქმედოდ დარჩება ეს საქმეც. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ინტერესი არ არის საქართველოს ინტერესებისთვის და საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. მათი ინტერესი არის შეუქმნან კომფორტი ოკუპანტ სახელმწიფოს ამ ქვეყანაში. ნებისმიერი შემოღწევა რუსული საფინანსო სფეროს საქართველოს საბანკო სისტემაში ეს ნიშნავს სანქციების შეუსრულებლობას, საერთაშორისო სანქციების შეუსრულებლობას, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება სიამაყით აცხადებდა, რომ ჩვენ საბანკო სანქციებს ყველას ვიცავთ, ანუ ჩვენი საბანკო სექტორი. ამიტომ საქართველოს საბანკო სექტორში უნდა გაუფრთხილდეთ პირველ რიგში და რუსული ფინანსური კაპიტალი გადმორიცხვების საბანკო სექტორის შემოღწევა არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენ საბანკო სექტორს. გადმორიცხვის სისტემა შეიცვალა და ეს პროცესი არის ფაქტი და მეორე არის ის, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია ეროვნული ბანკის მეშვეობით იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. რომელსაც მე არ მგონია, რომ ეროვნულმა ბანკმა დაუშვას, ან რომელიმე სხვა კომერციულმა ბანკმა დაუშვას ამ ტიპის გადარიცხვები და ეს იყოს შეუმჩნეველი და რეაგირების გარეშე დარჩენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ პროვოკაციასთან უფრო არის გვაქვს ადგილი. რუსეთის უმსხვილესი ბანკი სანქცირებულია და თითქმის 2 წელია ის საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების SWIFT-ის სისტემიდან გათიშულია. არადასწორად ეს სისტემა საჭირო გადარიცხვებისთვის, ამიტომ ჩნდება კითხვა თუ როგორ მოახერხა სბერბანკმა დაემატებინა საქართველოს იმ სიაში, რომელშიც შესაძლებლობა არსებობს, რომ გადაირიცხოს სწორედ სანქცირებული ბანკიდან თანხები. შესაბამისად ჩნდება კითხვა, ხომ არ გვაქვს საქმე შესაძლო სქემასთან. აქედან გამომდინარე უკვე საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გავრცელება საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან და ჩვენ ველოდებით უკვე უწყებიდან შესაბამის ინფორმაციას. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.